გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა შევასრულოთ რამდენიმე დავალება. აი ახლა პირველ დავალებას თქვენ ეკრანზე ხედავთ და აქ ჩვენ ახლა რა უნდა გავაკეთოთ. ესე იგი აქ მოცემულია სიტყვები და ესენი უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს და უნდა დავწეროთ. ჯერ ვნახოთ რა და რა არის მოცემული. აქ წერია in einem, in zwei. ესე იგი in einer და ასევე in einem ორივე ნიშნავს ერთ, მაგალითად ერთ დღეში, ერთ თვეში, ერთ კვირაში და ასე შემდეგ, ერთ და zwei ვიცით რომ არის ორი, in zwei ნიშნავს ორ, მაგალითად ორ თვეში, ორ საათში და ასე შემდეგ. ახლა einer არის მდედრობითი სქესის განუსაზღვრელი არტიკლი დატივში და einem არის მამრობითი და საშუალო სქესების განუსაზღვრელი არტიკლი დატივში. და რაც შეეხება zwei ამას, ვიცით რომ zwei არის ორი და ამის მერე უნდა გამოვიყენოთ მრავლობითი. აი მაგალითი რომ წავიკითხოთ, აქ წერია in 2 Stunden, ორ საათში. ზოგადად საათი გერმანულად არის die Stunde და მრავლობითში ეს ხდება Stunden, n ემატება ამას და აქ ამიტომაც 2 Stunden, in 2 Stunden, ორ საათში. მეორე რა არის აქ Tag. კარგით. Der Tag არის დღე, რომელიც არის მამრობითი სქესი. Der Tag დატივში ეს გახდება როგორ? dem einem, ხო? ახლა ჩვენ აქ განუსაზღვრელი არტიკლი გვაქვს, einem გვაქვს, Tag არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი, ამიტომაც აქ უნდა გამოვიყენოთ in einem Tag, ანუ ერთ დღეში. in einem Tag. მერე გვაქვს die Woche, კვირა არის მდედრობითი სქესი, die Woche. მე გითხარით რომ einer გამოიყენება მდედრობითის არტიკლი, განუსაზღვრელი არტიკლი არის einer, ხო? ამიტომაც აქ იქნება in einer Woche, ერთ კვირაში. მერე გვაქვს Monaten, თვეები, ოღონდ დატივში. ზოგადად თვე გერმანულად არის der Monat, თვეები არის die Monate, ეზე მთავრდება და იმახსოვრეთ die Monat, მაგრამ დატივში თუ გახსოვთ, ჩვენ ვისწავლეთ რომ როდესაც არსებითი სახელი არის მრავლობითში, მაგრამ არ მთავრდება n-ზე, ანუ იგივე n-ზე თუ არ მთავრდება, მაშინ მას ასევე ემატება დატივში n, ანუ n. დატივში ამიტომაც ეს არის Monaten, თორე ზოგადად თვეები გერმანულად არის Monat, მაგრამ დატივში Monaten. მრავლობითში ესე იგი უნდა გამოვიყენოთ in 2 და იქნება in 2 Monaten, ორ თვეში. მერე გვაქვს Stunde, ანუ საათი, die Stunde, რომ გავიხსენოთ არტიკლი, ეს არის მდედრობითი სქესი, die Stunde და იქნება in einer Stunde, ერთ საათში. მერე გვაქვს Jahr, წელიწადი, ეს არის საშუალო სქესი, das Jahr და გითხარით რომ საშუალო სქესის წინ, ასევე მამრობითის წინ უნდა გამოვიყენოთ in einem, იქნება in einem Jahr, ერთ წელიწადში. მერე გვაქვს Wochen, ანუ კვირები. წეღან ხო ვისწავლეთ კვირა, die Woche, რომელიც არის მდედრობითი სქესი, მრავლობითში ეს არის Wochen კვირები და აქ უნდა გამოვიყენოთ in 2 Wochen, ორ კვირაში. მერე მოდის Monat, der Monat, ანუ თვე, რომელიც არის მამრობითი სქესი, ხო? Der Monat, დატივში იქნება in einem Monat. რადგან არის მამრობითი სქესი, მის წინ უნდა გამოვიყენოთ einem, იქნება in einem Monat, ერთ თვეში და ბოლო ეს არის Jahren, ანუ წლები. მრავლობითში ამ შემთხვევაში უკვე Jahren, მრავლობითი როცა არის, მაშინ გამოიყენება 2, in 2 Jahren, ანუ ორ წელიწადში. in 2 Jahren, ორ წელიწადში. კარგით, მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ჩვენი ფრაზები. ესე იგი, in 2 Stunden, ორ საათში. in einem Tag, ერთ დღეში. in einer Woche, ერთ კვირაში. in 2 Monaten, ორ თვეში. in einer Stunde, ერთ საათში. in einem Jahr, ერთ წელიწადში.
in 2 Wochen 2 კვირაში, in einem Monat 1 თვეში და in 2 Jahren 2 წელიწადში. ეს იყო ჩვენი პირველი დავალება და გადავდივართ დღევანდელი გაკვეთილის მეორე დავალებაზე. აქ რა ხდება? Ergänzen Sie bis ab in. ანუ ჩასვითო bis ab in. აი ეს წინდებულები უნდა ჩავსვათ და უნდა შევასრულოთ ჩვენი წინადადებები. წავიკითხოთ პირველი, ანუ A. Wann kann ich Sie morgen anrufen? Wann kann ich Sie morgen anrufen? ანუ როდის, რომელ საათზე შემიძლია თქვენ დაგირეკოთ? ხვალ, morgen, ხვალ. Anrufen არის დარეკვა. 8 Uhr bin ich in der Arbeit. ესე იგი, 8 არის 8, Uhr საათი, bin ich, მე ვარ in der Arbeit სამსახურში. ანუ ეს იქნება 8 საათიდან, ხო? Ab 8. Ab 8. Ab ნიშნავს dann. Ab 8 Uhr ნიშნავს 8 საათიდან. Und wie lange და რამდენ ხანს, ანუ რამდენი ხანი იქნებით სამსახურში? 12 Uhr 12 საათი, dann habe ich Mittagspause. მე მაქვსო შესვენებაო. ანუ 12 საათამდე, ხო? ესე იგი 8 საათიდან 12 საათამდე აქ უნდა ჩავსვათ წინდებული bis. იქნება bis 12 Uhr, ანუ 12 საათამდე. ახლა წავიკითხოთ B. Wie lange brauchst du für die Hausaufgaben? ანუ რამდენი ხანი, რამდენი დრო გჭირდება საშინაო დავალებებისთვის, რომ შეასრულო საშინაო დავალებები, Hausaufgaben. აქ წერია 4 Uhr, 4 საათი. აქ უნდა ჩავსვათ bis და იქნება bis 4 Uhr, 4 საათამდე. Ich muss 5 Uhr arbeiten. მე უნდა 5 Uhr, ანუ 5 საათი, აქაც უნდა ჩავსვათ წინდებული bis, იქნება bis 5 Uhr, ანუ 5 საათამდე arbeiten, ვიმუშაო. მე უნდა ვიმუშაო 5 საათამდე. Dann können wir 5 Uhr etwas zusammen machen. შემდეგ შეგვიძლიაო, ანუ 5 საათიდან. იქნება ab ამ შემთხვევაში. Dann können wir ab 5 Uhr etwas zusammen machen. ანუ 5 საათიდან შეგვიძლია რამე ერთად გავაკეთოთ. Zusammen ნიშნავს ერთად. შემდეგი C. Wann fährst du nach Berlin? როდის მიდიხარ ბერლინში? Am Montag. ორშაბათს. Also eine Woche. Eine Woche. ერთი კვირა უნდა ჩავსვათ in. იქნება in einer Woche. Also in einer Woche. ერთ კვირაში, ხო? In einer Woche. Und wie lange bleibst du dort? და რამდენ ხანს დარჩები იქ? Samstag, შაბათი წერია და აქ უნდა ჩავსვათ bis. Bis Samstag, ანუ შაბათამდე. D. Hallo Tanja. Ist Iris da? გამარჯობა ტანია, ირისი იქ არის? Nein, sie hat 6 Uhr Kurs. არა, მას აქვს 6 Uhr, 6 საათი Kurs კურსი გაკვეთილი. ანუ აქ იქნება bis. Bis 6 Uhr, ანუ მას აქვს 6 საათამდე გაკვეთილი. Sie kommt aber sicher gleich, მაგრამ ის მალე მოვა. Gut, dann rufe ich eine Stunde wieder an. Gut, კარგი. მაშინ, ანუ შემდეგ დავრეკავო მე eine Stunde 1 საათი. აქ უნდა ჩავსვათ in და იქნება 1 საათში ისევ დავრეკავ. In einer Stunde. Wieder ისევ.